მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა, ეს არის სივრცე, სადაც ღიად ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქალები დგანან. დღეს ჩვენი სტუმარია მაგული ოქროპირიძე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან სოფელ ერგნეთში. ის არის ერთ-ერთი აქტიური ხალი და ცდილობს, რომ ქალებს და იქ მაცხოვრებლებს მისცეს იმედი, რომელიც ყველაზე მეტად აკლიათ, ეს არის სოფელში დარჩენის იმედი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად რთული არის საოკუპაციო ხაზთან აქტიური ქალის ცხოვრება და თქვენ რა გაძლევთ იმის мотиваციას, რომ აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ, აქტიობებზე უნდა მოგვიანებით გითხავთ და რა იყო იმისი, ვთქვათ, მიზეზი, რომ არ დატოვეთ თქვენ სოფელი, იქ ცდილობთ, რომ რაღაცა აქტიობები განახორციელოთ და იყოთ სხვებისთვის მაგალითი. მოგესალმებით. მე ვარ მაგული ოქროპირიძე, ვცხოვრობ ერგნეთში. ეგრეთ წოდებულ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ცუდია, რომ თქვა, ვცხოვრობ რაღაცა საოკუპაციო ხაზთან, არ არის ეს საოკუპაციო ხაზი, ეს არის გამყოფი, დროებითი გამყოფი ხაზი. ასე ვფიქრობ. და ასეც არის მე მგონი. ჩემთვის პირველი სოფელში ცხოვრებისა мотиваცია იყო ის, რომ ჩემი ოჯახი 90-იანი წლებიდან დევნილია ცხინვალიდან. და ძალიან რთულია, როცა ხელახლად იწყებ ცხოვრებას, დაიწყებ სხვა ადგილზე ცხოვრებას და იმ ადგილიდანაც ისევ აიყრები და სხვაგან გადადიხარ საცხოვრებლად. თან რაღაცა ცოტა გიზიდავს კიდეც ის შენი მხარე და ამიტომ ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო ერგნეთის დატოვება და ამიტომ არ დავტოვეთ დღემდე იქ ვცხოვრობ, მყავს 5 შვილი, რომელმაც 5-ვემ დაამთავრა ერგნეთის საჯარო სკოლა. ამჟამად ერთი სწავლობს მხოლოდ სკოლაში, უკვე დიდები არიან ისინი. მაგრამ რთული იყო ხო? აქ ოკუპაციის პირისპირ ძალიან მაშინ როდესაც სოფელში თითქმის არაფერი არ ხდება და ყველაფერს მოკლებული არის ხო, ასე ვიტყოდი. და ძალიან დიდი მიგრაცია ფაქტურად თქვენც მინდა რომ ისაუბროთ ამაზე. თქვენ რატომ გადაწყვეტეთ? ერთ დროს ერგნეთი სოფელი ისეთი აქტიური სოფელი იყო, ხმაურიანი, ისე რომ მთელი საქართველოს სავაჭრო ხერხემალი იყო და ამას ყველა და მე მოწმება, რომ ეს იყო სახალხო დიპლომატიის ყველაზე დიდი მაგალითი. დღეს ისია ჩამკვდარი 2008 წლის მერე ჩვენ როცა დავბრუნდით, აბსოლუტურად არაფერი არ იყო სოფელში. არა სახლი, არა ბაღი, არა ხეები გამხმარი. ყველაფერი გაცამტვერებული, მაგრამ უბრალოდ ჩვენ მიწაზე დავბრუნდით. აი мотиваციას ეხლა რა გაძლევთ, რომ აქ იყოთ, იმიტომ რომ რთულია ხო როგორც არ არის ადვილი. კი, როცა ვლაპარაკობთ мотиваციაზე, შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ჩამოვთვალოთ, მაგრამ არ არის ადვილი იმ შენი საკუთარი მიწის დატოვება. გინდა რომ ისევ რაღაცა გააკეთო, ისევ რაღაცა ჩაუყარო. თუმცა ადვილი არ არის და ამდენი წელი გავიდა, 17 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან და დღესაც არ არის ის პირობები, რომ თქვა მე აი ერგნეთში ვცხოვრობ და კარგად ვარ. დღესაც არ არის ეს პირობები. არ ვიცი. მოდი სოფლის საჭიროებებზე ვილაპარაკოთ, სანამ გადავალთ თქვენს აქტიობებზე, მასაც მაინტერესო არის. რა საჭიროებები აქვს დღეს სოფელს? სოფელი დღეს მართლა დიდი საჭიროებების წინაშე დგას, იმიტომ რომ მოუწესრიგებელია თითქმის ტრანსპორტი. კვირა დღეს საერთოდ ვერ გამოხვალ სოფლიდან. არანაირი ტრანსპორტი არ არის. დანარჩენ დღეებში თუ სკოლა არის, უფრო მეტად დადის ტრანსპორტი. ისიც დღის პირველ ნახევარში და მე ვერ წამოხვალ. იმიტომ რომ რაღაცა კერძო ხაზია და რა ვიცი, პირდებიან, რომ იქნება ტრანსპორტი, მაგრამ დღემდე არ ჩანს. პრობლემა იყო ძალიან დიდი, რომ არ ქონდა სოფელს სპორტული მოედანი, სკოლასაც არ ქონდა სპორტ დარბაზი, თუმცა ამას მივახციეთ და დღეს გვაქვს სპორტული მოედანი. და აი მართლა კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები სპორტით დაკავებულები არიან, თამაშობენ. აი იმ
დღეს ნახე ჩემი თვალით როგორ თამაშობდნენ მარტო პატარები კი არა უკვე სტუდენტები აი რომ მოდიან შაბათ-კვირას ახალგაზრდები ცოტა დიდები კიდე ну ეს არის ძალიან კარგი რაღაცა და ამას რომ მივახციეთ დიდი მადლობა ყველას დღეს მაგალითად ერგნეთში როცა ვლაპარაკობთ რომ ერგნეთი იყო სავაჭრო ხერხემალი დღეს არ არის ერგნეთში მაღაზია არ არის არანაირი საყოფაცხოვრებო მომსახურების რაღაცა ადგილი არა სალონი არაფერი არ არის გვაქვს სკოლა და ამბულატორია მე არაფერი არ გვაქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ახალგაზრდებისთვის გაგვიკეთებინა სივრცე და ახალგაზრდებს ქონოდათ რაღაცა სკოლის გარდა ადგილი სადაც გადავედით თქვენს უკვე აქტივობებზე და თქვენს პროექტებზე ხო? მოდი უფრო მეტად გავაცნოთ საზოგადოებას რა საკითხებთ რა ორგანიზაცია თუ რა სათემო ორგანიზაცია არის და რატომ არის აი პატარა ორგანიზაციების როლი თუნდაც ადგილობრივ დონეზე იმიტომ რომ შემდეგ მიგრაციაზეც მინდა ვისაუბროთ ხო ჩვენ ვიცით რომ ძალიან ცოტა ადგილობრივი არის დარჩენილი და ახალგაზრდები აქედან ძალიან მცირე აი როცა არ არის არანაირი პირობა იძულებულია ხალხი დატოვოს და ზუსტად ეს იწვევს ამ მიგრაციას გქონდა წლები 2 წელი გქონდა ჩვენ როცა პირველ კლასელი მოსწავლე არ გქონდა სკოლაში დღესაც ძალიან ცოტა ბავშვია ძალიან ცოტა მოსწავლეა სკოლაში წელს იყო პირველ კლასელი სკოლაში რომელი წელი არ იყო წელსაც მე მგონი მაგრამ აჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ და შეიძლება იყოს იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტი ინფორმაციით და მაგრამ აი ძალიან რთული როცა ესეთი მცირე ბავშვიანია სკოლა სამაგეროდ დიდ წარმატებებს კი აღწევენ ბავშვები კარგი ვისი კი ბატონო კარგად სწავლობთ თქვენ აქტივობებზე მოგვიყევით რა საჭიროება დაინახეთ არ არის ხო აი რის მოგვარებას ვცდილობთ აი მარტო სკოლა არ არის თავარი ბავშვისთვის ახალგაზრდისთვის თუნდაც ქალისთვის უნდა გქონდეთ სხვა დამატებითი სივრცე სადაც თვითონ კომფორტულად იგრძნობენ თავს თვითონ რა საჭიროებაც აქვთ იქიდან გამომდინარე მიიღებენ იმ განათლებას ტრენინგს თუ რაღაცა გადამზადების კურსს და ამაში გვეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთ სოფლებში, გამყოფ ხაზის სოფლებში ძალიან დიდ როლს თამაშობს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. ჩვენთან ერგნეთში ომის შემდეგ შემოვიდა ქალთა ასოციაცია თანხმობა, რომელიც დღემდე მუშაობს და სოფელი არ დაუტოვებია. მისი მხარდაჭერით და პური მსოფლიოსთვის ამ პროექტის ფარგლებში გვაქვს ახალგაზრდებისთვის მიმდინარე პროექტია მეტი შეგვიძლია სადაც გაწერილი გვაქვს დღეები კვირაში 3-4 დღე გვაქვს შეხვედრის აქედან ერთი შეხვედრა გვაქვს ტრენინგებისთვის გამოყოფილი ერთი შეხვედრა გვაქვს სხვადასხვა აქტივობებისთვის გამოყოფილი და ერთ შეხვედრაზე გვაქვს ეს შიდა შეხვედრებით მარტო ჩვენ ვიკრიბებით და ვიჯერობენ ახალგაზრდები რა უნდა გააკეთონ რა საჭიროების წინაშე დგან რა იქნება უკეთესი მათთვის ეხლა დავამატეთ კიდევ ერთი კომპონენტი მუშაობთ მშობლებთან ერთად რადგან საჭიროა იცით ახალგაზრდის აღზრდაში ბავშვის აღზრდაში მშობელი საზოგადოება მასწავლებელი ერთად იყვნენ ჩართულები და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ასევე მუშაობთ მეწარმე-ქალებთან ჩვენი სოფლის წარმომადგენლებთან აი სულ ახლახანს ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაგეგმილ გამოფენაში აქ გორში და სხვადასხვა გამოფენებში ვიღებთ. ჩვენ თვითონაც ერთი გაკვეთილი გვაქვს ხოლმე ხატვის, სადაც ბავშვები ნამუშევრებს აკეთებენ ხატვისა და ხელსაქმის და მე ამის გამოფენას ვაკეთებთ. რამდენად არის დაინტერესება აი ახალგაზრდები ქალები თუ არიან ჩართულები და თქვენ საქმიანობას ანუ უჭერენ თუ არა მხარს თვითონ სოფელში ანუ ყველა არის აი ამისი ვთქვათ მოსწონთ თუ უფრო არის ეს აი ჩვენ ვართ პირველი
ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდული ჯგუფი, უფრო სწორად, რომელიც აი მართლა ყველამ ხარი დაუჭირდა. ძალიან აი კარგი დადებითი როგორ თქვა დადებითად შეაფასეს და ქალები იმდენად აყვნენ და იმდენად კარგები არიან და იდეებით სავსეები არიან, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შემოთავაზებაც მივიღეთ, იმათი ნათქვამიც გავითვალისწინეთ და ასე რომ ყველა ერთდროულად ვაკეთებთ გასაკეთებელ საქმეს. და ამიტომ აი დიდი მხარდაჭერა გვაქვს სოფელში. ქალები რას აკეთებენ სოფელში დიდი არიან დაკავებულები, რამდენიმე მეწარმეც ახსენეთ, მაგალითად ეს არის მაგალითად სოფლის მეურნეობა, არიან თუ არა ჩართულები და ზოგადად აი რა შეიძლება გააკეთონ მაგალითად ერგნეთში და რითი არიან დაკავებულები. მე ვახსენე ქალი მეწარმეები, ყავს ქალი მეწარმეები, რომლებიც აკეთებენ ჩირი, ტყლაპი, ყავს აგრეთვე ქალი მეწარმე, რომელიც ინკუბატორი აქვს, წიწილებს აჩეკინებს. თუმცა ძირითადად ქალები სოფლის მეურნეობით არიან და მებოსტნეობით დაკავებულები. იმიტომ რომ ყველაფერი გაფუჭებული, ყველაფერს ვიწყებთ თავიდან. ყველაფერი დავიწყებთ თავიდან და სოფლის მეურნეობისთვის არ არის თუნდაც 15 წელი, 10 წელი დიდი დრო. არ არის ერთწლიანი კულტურებისთვის შეიძლება 1 წელი იყოს საჭირო, მაგრამ იმ ხეხილს და იმას გაზრდა უნდა, მოვლა უნდა. ახსენეთ აი მეწარმეები, ხო? ესენი ცხადია ხდება სხვადასხვა მხარდამჭერი ორგანიზაციებიდან, ხო? მათი დაფინანსება მოხდა და თქვენ წაღან ისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე, მათ შორის სათემო ორგანიზაციებიც, რომელიც ადგილზე ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ და მნიშვნელოვანს. ეხლა აი ამ კანონის პირობებში მოდი ამასაც შევეხოთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა და მაყურებელს რომ ვუთხრათ რა სარგებლოს კარგავენ არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე თითოეული ადამიანი. მე ასე მგონია რომ ამ ასეთ სოფლებში ყველაზე დიდ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ იმ ადგილობრივი, რა თქმა უნდა, სათემო ორგანიზაციებთან ერთად. მე მართლა ვერ წარმომიდგენია და ვერ ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს. როცა მაგრამ არ მართლა არ ვიცი, იმიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომ ეს საქმე არ გააგრძელონ და არ გააკეთონ, ხო? მე არ მგონია რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ალღუ აუღონ ამდენ პრობლემას. იმიტომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ესენი. აი მოსახლეობა რას დაკარგავს, რას სარგებლობს ამ შემთხვევაში? მოსახლეობა ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს დაკარგავს. ეხლა ჩვენ მაგალითად მიმდინარე პროექტი გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციიდან გვაქვს დაფინანსებული, ხო? ის რო აღარ იყოს, ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ ჩვენ ასე სისტემატიურად ვერ შევიკრიბებით. და ის ახალგაზრდები შეიძლება გადინების წინაშე. რა თქმა უნდა, ის ახალგაზრდები სწავლენ, ისედაც არაფერი არ არის სოფელში. ბავშვსაც რო არაფერი არ ექნება, ისიც დამოკიდებული იქნება უკვე ქალაქში წამოვიდეს, ქალაქში იაროს თუნდაც ხატვის წრეზე, ან რაღაცა მუსიკის წრეზე, რაღაცაზე, ან არ ვიცი რა უნდა გააკეთონ მაშინ, იმიტომ რომ სივრცეც აღარ ექნებათ. სივრცეც აღარ ექნებათ. კარგი, შეიძლება რაღაცა აი მოწოდებით გინდოდეს, რაღაცა ძალიან გინდოდეს და გააკეთო, მაგრამ ამას დიდი ხანი ვერ გააკეთებ. იქ იმდენი რაღაცა საშუალება გინდა, იქ მასალა გინდა, იქ სახატა, არ ვიცი, საღებავი გინდა თუ ფუნჯი გინდა, არ არის ახლა ეს ისე ადვილი გადასაწყვეტი. ხო? და მაინც ბავშვს რო თავისი ახალგაზრდას რო თავისი სივრცე აქვს და ეგულება რომ სკოლიდან რო გამოვა დაღლილი, მეცადინეობიდან გამოვა დაღლილი და შეუძლია რომ იქ მივიდეს და განიტვირთოს. არ ვიცი, ეს ძალიან დიდი რაღაცაა და ამას არასამთავრობოები აკეთებენ. დიახ. რამდენად აღიქმება, ანუ აი შორიდან მაგალითად ის სირთულეები, რასაც საოკუპაციო ხასთან აწყდებით თითოეული ადამიანი და თქვენ რა სახის მხარდაჭერა გჭირდებათ, რომ მაგალითად უფრო გააფართოვოთ ეს საქმიანობა, ნაკლები მეტი ადამიანი ჩაერთოს თქვენს პროექტებში და ნაკლებმა იფიქროს სოფლიდან წასვლა და ასე შემდეგ. აი რას ასევე სოფელს რა სჭირდება იმისთვის, რომ უფრო გაძლიერდეს იქ
საჭიროა ახლა რო ის ყველაზე ძალიან სჭირდება მოსმენა. სოფელს ყველაზე ძალიან სჭირდება მოსმენა. უნდა მოვიდნენ და მოისმინონ და არა ის რომ გადარბენით კრებას რო ჩაატარებენ მხარდაჭერის პროგრამით ან რაღაცა ის და გაიქცევიან. ეს არ არის მოსმენა. ისინი უნდა მოვიდნენ თუნდაც ქალების ჯგუფში შეხვდნენ. ქალებისგან უკეთესად გაიგებენ პრობლემებს. თვითონ ქალებიდან არის მზაობა რომ შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ყველა ილაპარაკებს იმას, რა სჭირდება სოფელს. ყველა ადამიანი ილაპარაკებს ამას. თავარია სურვილი ჰქონდეთ რომ მოусმინონ და ვიღაცის გადაწყვეტილებით არ მოვიდნენ სოფელში, რომ იცი რა, სოფელში აი ეს რაღაცა ჩამონათვალია და მოდი, ან ეს აირჩიეთ, ან ეს აირჩიეთ. ესე არ გვინდა არჩევანი. არჩევანის წინაშე არ შეიძლება დააყენო ადამიანი. როცა სოფელს სხვა საჭიროებები აქვს. ხო, მოდი მოусმენ, ყველაზე ძალიან მოსმენა გჭირდება. რა თქმა უნდა, მხარდაჭერაც სჭირდება, თუნდაც ეკონომიურად გაძლიერებისთვის, თუნდაც იმ მცირე ბიზნესის ხელშეწყობები და ეს აწარმოე საქართველოს ჰქონდა მუშაობდა ჩვენთან სოფელში და გორის რაიონებში და სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყენეს ხალხმა. და ასეთი პროგრამები თუნდაც ის მცირე მეწარმისთვის ხელშეწყობა ეს დიდი რაღაცა არის, იმიტომ რომ არ არის რა ეგრე ყველაფერი რომ განადგურებულია, იქ შვილს ზრდი, იქ ოჯახში ვიღაც ავადმყოფი ყავს, ის ყავს, უკვე ის რაღაცა საჭიროება რომ რაღაცა ტექნიკა გჭირდება თუ რაღაცა გჭირდება, უკანა პლანზე იწევს. ვეღარ ახერხებ იმის შეძენას. და ამისთვის ეს ხელშეწყობი პირობებიც რომ იყოს და პროგრამები უკეთესი იქნება. მაგრამ ჯერ პირველ რიგში ხალხს მოусმინონ. მადლობა, მაგული ოქროპირიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ქალის ხმა, დროებით გემშვიდობებად, ნახვამდის.